მათი ცვლილებების კონტროლი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისათვის, სწორედ ამიტომ ხარს უჭერს თქვენს ინიციატივას. ბინის მესაკუთრეებს და ბინის მოსარგებლებს, ეგრეთ წოდებულ ათსტუპნიკებს შორის ურთიერთობებს კანონი დაარეგულირებს. მესაკუთრეის და მოსარგებლის უფლებები თანაბრად იქნება დაცული. მოსარგებლეები კი ბინებში დარჩენას ხანგრძლივი პერიოდით შეძლებენ. დღეს კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებები მესაკუთრეებს და მოსარგებლებს დედაქალაქის მერმა გააცნო. გიგი უგულავას თქმით, ის ადამიანები, ვინც წლების წინ ბინა იყიდა, თუმცა არ გადაიფორმა, თანაბარ უფლებიან მდგომარეობაში იქნებიან ბინის კანონიერ მესაკუთრეებთან. ეს ძირითადად ეხება თბილისის ძველ უბნებს, როგორც არის მთაწმინდა, ჩუხურეთი, ვერა, სოლოლაკი. 30,000 შემთხვევიდან უკვე დღეისთვის დაახლოებით 1000-1500-მდე დავიდა ეს შემთხვევა. მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ინდივიდუალურად გავიარეთ ყველა ეს საკითხი, ყველა ეს ინდივიდუალური შემთხვევა, რაც კი დარჩა. და აღმოვაჩინეთ ერთი რამ, რომ პრობლემა არ არის ცალკე აღებულ სასამართლოში მიმართვა არ მიმართვაში, ანუ ათსტუპნიკი მიმართავს თუ არ მიმართავს 1 იანვრამდე, არამედ პრობლემა იმაშია, რომ ხშირ შემთხვევაში სრულიად სამართლიანი იყო ათსტუპნიკების, ესე ვთქვათ, მოთხოვნა, იმის გამო, რომ ძირითად შემთხვევებში ფიზიკურად სასამართლოში ვერ მიმართავდა ესა თუ ის ათსტუპნიკი, იმის გამო, რომ ბინათ მესაკუთრე არ იძებნება, შესაბამისად, როდესაც არ არსებობს მეორე მხარე, ფიზიკურად გინდათ, რომ ბაჟიდან განათავისუფლო, ვერ მიმართავდა სასამართლოს. ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი გვინდა შევთავაზოთ, ისევე როგორც ბინათ მფლობელებს, ასევე ათსტუპნიკებს, ვადა არათუ გადაიწევს, ვადა საერთოდ გაუქმდება, როდესაც არ არის ვადა, სასამართლოს სადმი მიმართვის, ესე ვთქვათ, აუცილებლობა და პრესი, რომელიც ათსტუპნიკებს ჰქონდათ, აღარ ექნებათ, მათ შეუძლიათ იცხოვრონ მანამ, სანამ სასამართლო ერთ-ერთი მიმართვის, ან ერთი მხარე მიმართავს, ან მეორე მხარე მიმართავს. ამ ცვლილებები ჩვენ ერთის მხრივ ვადის მოხსნით. და მეორეს მხრივ, იმ შემთხვევაში, როცა მესაკუთრე არ იძებნება ათსტუპნიკს მიეცა საშუალება და მექანიზმი გამოინახა იურიდიულად გამართული, კონდეს საშუალება დაკანონების სასამართლოს მეშვეობით ამ ფაქტის. და ფიქრობ, რომ არის ალბათ უალტერნატიული და იდეალური გამოსავალი.